წყლის ენერგიის გამოყენების მაგალითია ზღვისა და ოკეანის მოქცევის და ტალღების ენერგიისგან ელექტროენერგიის მიღება. ტალღების მოქცევის ენერგიაც ენერგიის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა საფრანგეთში, ინგლისსა თუ ესპანეთში მე-20 საუკუნის მიწურულიდან ნაოსნობასა და გემების გადაადგილებაში. ბოლო პერიოდში კი მისი სრულებით ელექტროენერგიის წარმოება დაიწყო. ტალღების მოქცევით ელექტროენერგიის მიღება იმავე პრინციპს ემყარება, რაც წყალსაცავიანში დროენდრულ სადგურების შემთხვევაში გვაქვს. ზღვისა და ოკეანის მიქცევისა და მოქცევის ენერგია ამოწროებს ტურბინებს, გენერატორებს და მიიღება ელექტროენერგია. თუმცა ამ შემთხვევაში ტექნოლოგიები შედარებით მრავალფეროვანი და ძვირია. აღსანიშნავია, რომ ზღვის ტალღების ენერგია არ არის დამოკიდებული ამინზე. მოსახლეობისთვის დამატებელ სარგებელს წარმოადგენს ხიდები და გზები, რომლებიც სადგურების მოსაწყობად იქმნება. ტალღების მოქცევით ენერგიის მიღების კარგი პოტენციალი აქვთ საფრანგეთს, ინგლისს, კანადას და რუსეთს, რადგანაც ენერგიის მიღების აღნიშნული საშუალება ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. მსოფლიოში არსებობს მხოლოდ 2 კომერციული ელექტროსადგური. ერთი განთავსებულია საფრანგეთში, მეორე კი კანადაში. ასევე ერთი ექსპერიმენტული სადგური მოქმედებს რუსეთში.